დასტინ როგორც გავიგე მათ ბრძოლის დრო დამდებარეობა თავად აგირჩიეს. ოპონენტზე რა სიტყვი? ვიცი შენ ათქვამი გაქვს რომ მხოლოდ ლეგენდებს გინდა შეხვდე, მაინტერესებს მაქსი შენახსენე? არა, მისი სახელი საერთოდ არ მიხსენებია. როცა ჩემს შემდეგ ბრძოლის დროსა და მდებარეობას განვიხილავდით, სხვა სახელები ვახსენე. შეგიძლია მითხრა ვინები ახსენე? ტოფურია, გეიჯი. ვიფიქრეთ მე და გეიჯი ტრილოგიას დავხურავდით. თუმცა ძალიან გაიწელა ეს პროცესი. გეიჯი იმ დროისთვის დენ ჰუკერს უნდა შეხვედროდა, როცა ჩემი შემდეგი ბრძოლის განხილვა მიდიოდა, ამიტომ ის ჩემი შემდეგი მეტოქე ვერ იქნებოდა. არჩევანის საშუალება რომ მქონდეს, ვის აირჩევდი? ახლა რომ ვუყურებ, ცოტა რთულია თქმა. მაქსთან დაპირისპირების შესახებ კაიხანია ვიცი, ამიტომ ამ ჩხუბის გაყიდვას ვცდილობ. მაქსი მაგარია. როგორც თქვი, ის ჩემი პირველი მეტოქე იყო UFC-ში, ახლა კი ბოლო. ბენუა სენდენისთან ბრძოლისას თქვი, რომ ასეთია ნადირის ბუნება. მოხუცებს ახალგაზრდები ანაცვლებენ. ძალიან მაგარია, რომ ასე სრულდება წრე. მე მაქს მისი UFC-ს კარიერის დასაწყისში შევხვდი. შემდეგ შუა პერიოდში. ახლა კი ჩემი კარიერის დასასრულში ვეჩხუბები, ძალიან მაგარია. გეიჯისთან ტრილოგიის დახურვაც რაღაცას ნიშნავს ჩემთვის, მაგრამ მე იმაზე მეფიქრება, როცა ინტერვიუში ამბობს, რომ ჩვენი ოჯახები ამას არ იმსახურებენ. როცა მე და ის ვჩხუბობთ, ერთმანეთს ძლიერად ვეჯახებით. ვიღაცა აუცილებლად ჩავდება, ან ორივე ძალიან ვშავდებით. მასთან 100 ჯერ ჩხუბი ნიშნავს საავადმყოფოში 100 ვიზიტს, ასე რომ არ ვამბობ, რომ მაქსთან დაპირისპირება ნაკლებად სანახაობრივი იქნება, რადგან ჩვენი ბოლო დაპირისპირება ნამდვილი ომი იყო. გეიჯიმ თქვა, რომ მას პრობლემა არ აქვს, ჩვენი ტრილოგია ფრედ დაეხურა. და რაც უფრო ნაკლები ხდება ამ ბრძოლის ჩატარების შანსი, მით უფრო მისაღები ხდება ჩემთვის. BMF-ის ტიტულის ამ ბრძოლაში ჩართვა ცოტა მოულოდნელი იყო, რადგან მაქსი სულ ცოტა ხნის წინ იბრძოდა. ეს შენი სურვილით მოხდა თუ თავად გადაწყვიტეს, რომ ამ ბრძოლისთვის BMF-ის კამარი გამოეყენებინათ? თავად გადაწყვიტეს, მე არაფერი მithქვამს. არ ვიცი დანავაიცე რაიმე გავლენა მოახდინა იმპაქტმა თუ არა, როცა მის ოფისში 6 თუ 7 თვის წინ როცა ვუთხარი BMF-ის ტურნირი ჩაეტარებინა. მე ურჩია ჩემი თავი, გეიჯი, მაქსი და ჰუკერი. ასე რომ, არ ვიცი რატომ მოხდა ასე. ბევრს აინტერესებს და მათ შორის მეც, რა აზრის ხარ ამასთან დაკავშირებით? რას ფიქრობ, როგორ განვითარდება მოვლენები სუბუქწონით დივიზიონში? შენი აზრით ილია ისლამს დაუპირისპირდება თუ ჩარლზს? სიტუაცია ცოტა ბუნდოვანია. ჩემთვისაც ბუნდოვანია, რატომაც არა, ილია ისლამს შეხვდეს საერთაშორისო ბრძოლის კვირეულზე, მაგარი ქარდი და ჩხუბი იქნება. ყველა დიდი სიამოვნებით უყურებს. მე როგორც გულშემატკივარი დიდი სიამოვნებით უყურებ, ამიტომ დაგეგმეთ ეს საერთაშორისო ბრძოლის კვირეული. მაგარი კვირა იქნება, ასეთი დიდი ჩხუბის გასამართად. შემდეგ ისლამი 170-ში გადავა. შენი აზრით წარმატებას მიაღწევს მან? მას კარგად იცნობ. ის ტანა დიდია. მისი უნარებით ძალიან მაღალია იმისთვის, რომ ნებისმიერს გაუწიოს კონკურენცია 170-ში. ის პატარა ნამდვილად არ იქნება, რა თქმა უნდა, მასზე შედარებით დიდები იქნებიან, მაგრამ ის ძლიერია. ჩემი აზრით მოერგება, ალბათ ჩემპიონიც გახდება. ანუ შენ ფიქრობ, რომ ის მეორე ტიტულსაც დაეუფლება? ფიქრობ. ილიას პირველი ბრძოლა 155-ში ტიტულისთვის, რას ფიქრობ ამაზე? იხილავდი ამას? ის დაუმარცხებელი ჩემპიონი იყო 155-ში, სანამ მაიამის ქარდი არ ჩატარდა. არ ვიცი, მან თქვა, რომ UFC-სთან შეთანხმება ჰქონდა, თუ ზემოთა წონაში ავიდოდა, მის შემდეგი ბრძოლა აუცილებლად ტიტულისთვის იქნებოდა. ეს თუ სიმართლეა, მაშინ ასეც უნდა მოხდეს. მეც ვფიქრობ, რომ თუ ერთი წონით კატეგორიაში დაუმარცხებელი ჩემპიონი ხარ და შემდეგ ზემოთა წონაში ახვალ, მაშინ აუცილებლად უნდა იჭყობო კამრისთვის. საკამათო განცხადება არ არის. ილია ისლამს შეახვედრეთ. პედი ჰუკერთან აჩხუბეთ. გეიჯის ან არმანი ან გამროტი მიეცეთ. დივიზიონს მოძრაობა სჭირდება.